მოგესალმებით ყველას დილამშვიდობის მადლობა უფალს ამ დღისთვის დღევანდელი დღისთვის მადლობა უფალს თქვენთვის რომ აქ ხართ რომ მობრძანდით ჩვენგანაც მიიღეთ ეს მადლობა პირადად ჩემგან რომ ეკლესიაში მოხვედით არის ხოლმე სხვადასხვა ალტერნატივები რას გავაკეთებთ საწავალთ და დიახ მე ვფიქრობ რომ ჩვენის მხრიდანაც სწორი არის და ბიბლიურია როცა ადამიანებს მადლობით წავახალისებთ და მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ რომ ეს არჩევანი გააკეთეთ აქ მობრძანდით ესეთი დღე ანუ საუფლო დღე როგორც ადრე ეძახდნენ და კვირის მსახურება როგორც ჩვენ ვეძახით მეგობრებო ეს არ არის ეკლესიის ინიციატივა ამაზე ადამიანები კამათობენ ხშირად კვირადღე თუ შაბათი დღე და ასე შემდეგ მე ამ საკითხში ახლა არ შევდივარ უბრალოდ უფრო მეტად არის შესაძლებელი ადამიანმა აი ამ საუკუნეში ამ დროში დაიჯეროს რომ ეს რაღაცა ეკლესიის ინიციატივა არის აი მაგალითად როცა ეკლესიაში მე საუბრობენ რომ ჩვენ გვინდა რომ სახლის ჯგუფებში ეგრეთ წოდებულ უჯრედებში მიიღოთ მონაწილეობა ადვილი დასაჯერებელია რომ ესეც ადამიანური ინიციატივა არის მაგალითად როცა წემსი ახლა საუბრობდა აქ დასაწყისში თავიდან ღმერთის განდიდებაზე და ხმამაღალ განდიდებაზე და ხმამაღალ ლოცვაზე და თაყვანისცემაზე ეგ ხო საერთოდ ადვილი დასაჯერებელია რომ ადამიანების ინიციატივა არის ადამიანები აი რაღაც თითქოს мотиваციას გვაძლევენ რომ აბა ხმამაღლა შესძახე აბა არ გაჩერდე აბა ილოცე აბა თაყვანი ეცი მაგრამ სინამდვილეში ეს არ არის ჩვენი ინიციატივები მეგობრებო ეს ყველაფერი არის ღვთის ინიციატივა მან გვითხრა რომ ყოველთვის უნდა ვიყოთ მადლიერნი მან გვითხრა რომ მადლიერება უნდა გამოვხატოთ მან გვითხრა რომ ღმერთს უნდა ვაქებდეთ ყოველთვის მან გვითხრა ეხა ეჭვი მე მგონი არ შეიტანთ რომ ნარცისია ღმერთი და ამის გარეშე იქ ვერძლებს თავის ტახტზე რომ თუ ვიღაცებმა არ შეაქეს პრობლემა აქვს რაღაცა მერე თვით შეფასებაში მან ეს გვითხრა რომ ამას უნდა ვაკეთებდეთ როგორც ეკლესიის მსახური მეგობრებო როცა ამ საკითხებზე ვასწავლიდი და ვასწავლი რა თქმა უნდა მაინტერესებდა ადამიანები მე ამას როგორ გამოხატავდნენ და რამდენჯერმე მაგალითად როცა ქებაიდება იყო მოვიხედე ხოლმე უკან და მე გული გამიტყდა და აღარ ვიხედები ხოლმე უკან იმიტომ რომ დიდი ნაწილი არ მონაწილეობს საერთოდ მესმის ახლა ბიბლია ამბობს თუ არ გიხარია ილოცეო და არც ბევრი მლოცველი მინახია ამ დროს სიმართლე რო გითხრათ მინახავს მაგალითად ერთმანეთში მოლაპარაკე მინახავს ტელეფონში თავჩარგული ადამიანი ამ დროს ხომ არ მიბრაზდებით მინახავს ასეთი ადამიანი გადავწყვიტე უკან აღარ მოვიხედო გავაგზელო ისევ საუბარი და მე მოვიხედავ ერთი წლის უკან მაგალითად რომ ერთი წლის შემდეგ რომ რა გამოიღო რა ნაყოფი გამოიღო ჩემმა საუბარმა ამ მოწოდებამ ის რომ თაყვანისმცემელი უნდა იყოს ეკლესია და ეს თაყვანისცემა ისეთი უნდა იყოს რომ გავლენას ახდენდეს ურწმუნო ადამიანზე ეს არის ფაქტი როგორ ფიქრობ დადვილი დასაჯერებელია როცა თქვენ აქ უყურებთ სხვადასხვა ტიპის ხმის გამაძლიერებლებს თუ რაღაცა საშუალებებს მუსიკალურ ინსტრუმენტებს ადვილი დასაჯერებელია თქვათ რომ ეს ადამიანური ინიციატივა არის 21 საუკუნეა ახლა და აყვენ რაღაცა ფეხის ხმას არა ბიბლიამ გვითხრა ეს მეგობრებო 1000 წლეულების უკან რომ ჩვენ ყველა ინსტრუმენტით უნდა ვადიდოთ უფალი. ეს ჩემი თემა არ არის, მაგრამ აი რაღაცნაირად გულზე მეხება და აღძრავს რომ როგორც წესი ცოლ-ქმარს უყვარს ერთმანეთი. ნუ მე ვფიქრობ რომ უნდა უყვარდეთ უпростоრად, მოდი ასე ვთქვა, თორე არა მოყვარული ცოლ-ქმარიც ბევრი გვინახავს. და ეს არ არის რაღაცა ეხა ისე როგორ გითხრათ რაღაც ხარიზმატული განცხადება. ერთხელ დავითმა იცეკვა. შეიძლება ბევრჯერ იცეკვა, მაგრამ ერთხელ საჯაროდ იცეკვა. და იმერულად თვითონ ისე იხლართებოდა, ალბათ. ცოლი გაბრაზდა ყველაზე მეტად, იმიტომ რომ ცოლის გარდა არავის არ უთქვამს ამის შესახებ. ვისი ინიციატივა იყო, მინდა ეხლა ვთქვათ, რომ დავითი ამას აკეთებდა. რა თქმა უნდა, ეხლა ცაზი არ დაიწერებოდა, აბა ეხლა მინდა რომ შენ ხლართვა დაიწყო. მაგრამ დავითი იყო გამომხატველი, იმდენად იყო მისი აღძრული, გული აღძრული, გამოხატა, მაგრამ ადამიანებმა ვერ გაიგეს. აუცილებელი ეკლესიაში გალობდეთ ყველანი.
ერთხმად შევძახოთ რომ ვამბობთ და სამი კაცი შეძახებს, აქ უკვე პრობლემა არის, მეგობრებო. დღეს არ გემღერება, შემდეგ კვირას აუცილებლად უნდა გემღერებოდეს. და დავითს როცა არ ემღერებოდა, ასეთი რაღაცა დაწერა ფსალმუნებში. რას დამკვნესი ჩემო სულო, მაინც ღმერთი განადიდეო. ასე რომ გთხოვთ ეს გაითვალისწინეთ. ღმერთს არ მოსწონს ფუჭის სიტყვები, ძვირფასეო. გახსოვთ ეს რომ ბიბლია პირდაპირ ლაპარაკობს? ფუჭ სიტყვაობა მარტო ის კი არ არის რაღაცა უაზრობებზე ვილაპარაკ. ფუჭის სიტყვა არის, როცა ვამბობ რაღაც სულიერ დიდ ჭეშმარიტებას და ნაბიჯსაც არ ვდგავ ყველაფერში. და ჩემი დღევანდელი თემაც, მეგობრებო, არის ძალიან პრობლემური საკითხი ეკლესიისთვის, აქტუალური საკითხი. მე მინდა უმოქმედობაზე ვისაუბრო დღეს. უმოქმედობაზე საუბარი და ამ საუბრის მიმღებლობა მოქმედებას არ მოშავს. ამიტომ მოქმედებაზე კი არ ვლაპარაკობ დღეს, უმოქმედობაზე ვლაპარაკობ. რატომ ვართ ხოლმე უმოქმედონი? ან რატომ ვართ ხოლმე არასათანადო მოქმედებაში? იმიტომ რომ არასათანადო მოქმედებაც ცუდია, პირდაპირ ვამბობ. როცა ჩვენ არასათანადოდ მოქმედებთ. როცა ჩვენი გამოწვევა არის მაგალითად კონკრეტული სწორი მოქმედება, სწორი ნაბიჯების გადადგმა ან სანახევრო მოქმედება. მინდა გამომყვეთ, ბიბლიაში ესეც გვაქვს, სანახევრო მოქმედებები გვაქვს ბიბლიაში, რაზედაც ღმერთს არასდროს არ ქონია კარგი რეაქცია. და ბოლოს რასაც გავიხსენებ აი ამ წემსის ამ სიტყვიდან, განკურნების შესახებ, ეს რამდენიმე თვის უკან მომივიდა ეს აზრი, ჩემ თავსაც უთხარი და ეკლესიასაც გაუზიარე. რამდენი უკმაყოფილო ადამიანია, იცით, დაბრკოლებული, რომ თქვათ, განკურნებას ვერ იღებს. ეს უნდა ვცნოთ. რამდენი გულგატეხილობა მოყვება, მერე კი ვიბძვით რაღაც პერიოდი, არა მე მაინც, მაგრამ მე მინახავს ის ადამიანები, რომლებიც ვერ განიკურნენ, სიკვდილის პირასაც მინახავს მათგანი და სამწუხაროდ გმობის ტოლის სიტყვებიც კი მომისმენია. სამწუხაროდ. რა დავაშავე მე ასეთი ღმერთს, რატო არ გამკურნა უფალმა და ძალიან ძნელი არის ამის მოსმენა, მეგობრებო და მე ეს ყველაფერი გადამდები არის ხოლმე ხშირად ადამიანებში. კითხვა უჩნდება და ხანდახან მე ეკლესია ხდება კრიტიკის ობიექტი, რატო ვერ კურნავს ეკლესია? თუ ღმერთი თქვენთან არის, რატო არ გისმენთ ღმერთი? ხო, ეკლესიასაც თავის პრობლემები გვაქვს, რა თქმა უნდა. მაგრამ ერთი რაღაცა გამახსენდა თითქოს უფალმა მომაწოდა, რომ თუ დისციპლინას მიუყვებოდით, ანუ მუდმივ მოქმედებაში ვიქნებოდით, ამ დარბაზში არსებული ფიზიკური უძლურებების 40-50% მოგვარდებოდა. გესმით, რას ვამბობ? დისციპლინას თუ მიუყვებოდით, კვების დისციპლინა, რამდენი მინახავ, კი ვიცი რომ შაქარი მაქვს, მაგრამ ნუ ახლა ამ გემრიელობას უარი როგორ უნდა უთო და ასე გრძელდება, მერე მოდის სწორად გამიგეთ, მეგობრებო, გააგრძელეთ ძმების ჩართვა, დების ჩართვა თქვენი პრობლემებისთვის ლოცვაში, მაგრამ მოქმედებები მოაყოლეთ ამ ყველაფერს. დისციპლინა გამოიყენეთ. ჩვენი გულსიზრდათა დაავადებების ქვეყნიერება ამბობს ამას, ქვეყნიერება იყენებს ამას, მეგობრებო. ჩვენი ასეთი პრობლემების, იცით, შვების მოტანაც მინიმუმ თუ განკურნება ბოლომდის არა შეუძლია მოქმედებას, ანუ დისციპლინის მიყოლას. ხდებით? და რა კარგი იქნებოდა, მე შემომხედეთ, მე ვარ ამის მაგალითი. აბა თქვენზე როგორ ვილაპარაკო ახლა, ხო? უნამუსო უნდა ვიყო. როგორც კი ჩემი წონის პრობლემას ვაგვარებ, გადასარევად გრძნობ თავს. პირდაპირ ვამბობ. ძალიან კარგად გრძნობ თავს. ყველანაირი სიმპტომი თითქოს ქრება ხოლმე. ეს არის დისციპლინის საკითხი, რომელიც მუდმივ მოქმედებაში გვიბიძგებს. მაგრამ ჩვენ ამაზე მნიშვნელოვან საკითხებზე ვილაპარაკებთ. ძვირფასებო, ჩემი ქადაგების სათაური არის ასეთი. უთხარი უარი უმოქმედობას ჩაგეცინებოდა გულში ასეთი ადვილი რო იყოს. ბევრჯერ უთხარი მას უარი, მაგრამ რა არის ეს უმოქმედობა? მე ვთქვი, რომ დიდი გამოწვევა არის ეკლესიისთვის. ხანდახან სიტყვა პასიურობასაც გამოვიყენებ. ლექსიკონით. ელემენტარული Google-ის ლექსიკონით ძვირფასებო სიტყვა პასიურობა, ანუ უმოქმედობა, პასიური. განიმარტება ასე: უმოქმედო, არა ენერგიული, განურჩეველი.
ყველაზე მეტად ჩემი ყურადღება მიიპყრო სიტყვა განურჩეველი. ანუ ვერ ვარჩევ. რამდენად დამაზიანებელი შეიძლება იყოს ჩემთვის, როცა ვირჩევ რომ ვიყო რაღაცით პასიური და ერთი პირობა მინდა ჩამოგართვათ, თუ კი ნათქვამის სიტყვები დღეს აი ცოტათი შეგეხებათ, აი ცოტათი. იმიტომ რომ მართლა ვერავინ ვერ დამდებს ახლა ბრალს ვინმეზე ვლაპარაკობ, ვინმეს ვიცნობ ძალიან ისე რომ მოქმედია თუ არ არის მოქმედი, მე ეს განსაჯო აქედან. ამიტომ თუ ცოტათი ეს სიტყვები რაღაც შეგეხებათ, აი ნუ აისხლიტავთ, იმიტომ რომ პირველადი რეაქცია იცით რა არის ხოლმე ადამიანებს ეს ხშირად პირველი რასაც მტერი ცდილობს რომ აი როგორღაც აი ეს წაიღოს იმ წუთაში გახსოვს იქ მათეს მე-13 თავში რომ მტერი ცდილობს ეგრევე წაიღოს. განურჩეველი ვერ არჩევს. ხშირად ვერ ვარჩევთ ამას, რა შეიძლება მოყვეს ჩემგან არჩეულ პასიურობას. რა თქმა უნდა, თავის მართლების რეჟიმში ყველა ჯიბეს ავსე მაქვს და ჩვენ ამას აუცილებლად ვიტყვით ბოლოსკენ წენა, გულდაჭრა, ტკივილები, რომელიც მივიღეთ ეკლესიაში, რომელიც მივიღეთ ურთიერთობებში, ერთ-ერთი დიდი ფაქტორია ხშირ შემთხვევაში, რატომ არ მოქმედებთ, რატომ აღარ ვართ პასიურნი პირიქით, რატომ არ ვართ ისეთი მძებნელი, რომ ვიღაცეები კიდეც გავაბეზრეთ ამით. და მას აუცილებლად ვიტყვით ბოლო ნაწილში. კიდევ ერთი განმარტება პასიურობა არის მოქმედების უნარის დაქვეითება ან მისი მთლიანი შეწყვეტა. და მედიცინაში პასიურობა არის განხილული როგორც დაავადება. მედიცინაში ადამიანები მოუწოდებენ ხოლმე მედიცინის მუშაკები რომ უნდა იმოქმედო, უნდა იმოძრაო. მაგრამ ხშირად ადამიანებს იმდენი უმოქმედობით, იმდენ გაზარმაცებული აქვთ ორგანიზმი, კუნთი ზარმაცდება, სახსარი ზარმაცდება. მედიცინაში ასეა განხილული. რა იწვევს მოდი ამ პასიურობას და უმოქმედობას ახლა ეკლესიაში, სულიერ ცხოვრებაში, ჩვენ სულიერ ცხოვრებაში. სია შეიძლება იყოს ძალიან დიდი, შეიძლება 10 იყოს, მეტი იყოს, მაგრამ მე 3-ს გამოვუყოფ ძალიან მოკლედ და შემდეგში რა თქმა უნდა შემოგთავაზებთ რაღაც ნაბიჯებს, როგორ უთხრათ უარი სინამდვილეში უმოქმედობას. პირველ რიგში ვფიქრობ, რომ უმოქმედობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის უცოდინრობა. ძალიან ცნობილი ადგილს მოგცევთ ოსია წინასწარმეტყველის 4:6 ცოდნის უქონლობის გამო იღუპება ჩემი ხალხი. ცოდნის უქონლობის გამო. შეგვიძლია ცოტა დავაკორექტიროთ, არა ბიბლიას არ ვაკორექტირებ, მაგრამ გავშალოთ. მე ვიტყოდი შეიძლება ადამიანი ამბობს ცოდნით ბევრი რამ ვიცი, მაგრამ სათანადო გარემოებაში, სათანადო სიტუაციაში, სათანადო მოცემულობაში არასათანადო იყოს შეიძლება შენი ცოდნა. არასაკმარისი აღმოჩნდეს შესაძლებელია შენი ცოდნა. და ნახეთ აქ ღმერთის სიტყვა აგზელებს შემდეგში და მინდა მას ყურადღება მიაქციოთ. რა კი უკუაგდე ცოდნა ეს არის ღმერთის ნათქვამი. ღმერთის სიტყვა არის. ის ხალხს ეუბნება თავის ხალხს, რა კი უკუაგდე ცოდნა. არ დაინახოთ ეს ძალიან რადიკალურად, მე უარი ვთქვი ყველანაირ ცოდნაზე, აღარ ვცხოვრობთ ისეთ ეკლესიებში, იყო ეს პერიოდი, მეგობრებო, მე ამას შევესწარი, რომ პირდაპირ ბრძოლა იყო ცოდნის მიმართ გამოცხადებული, მახსოვს ეს მე. და ერთი პერიოდი, მეც გავხდი რაღაცით ამის პროდუქტი, იმიტომ რომ არ გვინდა ცოდნა ამპარტავნებს, მაგრამ როცა მეტი ღმერთის სინათლე, ან სიტყვის სინათლე მოვიდა, დავბალანსდით მნიშვნელოვნად ამ საკითხებში. დღესაც ვფიქრობთ, რომ ცოდნამ შეიძლება ადამიანი ამპარტავნებაში ჩააგდოს, მაგრამ ამავდროულად იმდენად გვესმის ბალანსი, როგორ დავიჭიროთ ამ საკითხში, რომ დაწაფებულნი ვართ ცოდნისთვის. ამენ? და ის ეუბნება, რა კი უკუაგდე ცოდნა, მეც უკუგაგდებ ჩემი მგლობიდანო. ეხლა ნუ მეტყვით ძვირფასებო ძველაღთქმაში წერია, ძალიან გთხოვთ, ნუ გექნებათ ეს რეაქცია, კი არ მეტყვით, მაგრამ შენ თავში ნუ გექნება ეს რეაქცია. საერთოდ ჩემთვის გაუგონარია ხოლმე, როცა ასე ყოფენ ძველაღთქმაში წერიაო.
ვინაიდან დაივიწყე შენი ღმერთის რჯული, მეც დავივიწყებ შენს ძებს. ნახეთ უკუგება იმისა, როცა საკმარისი ცოდნის მიღების მოქმედებას არ მიუყვები. ანუ ის რაც მე მჭირდება კონკრეტულ სიტუაციაში, ის რაც თითოეული ადამიანისთვის საჭიროა, მიიღოს ცოდნა ღვთისა, ცოდნა ღვთის გზებისა, მისი ბუნებისა, მისი ხასიათისა. და მე იმოქმედოს იმაში, რაც არის სწორი, ღვთის წინაშე სამართლიანი, როცა ამის უკუგდება ხდება, უკუკავშირად ვიღებთ უკუგდებას, ხვდებით? ეს ფაქტია. ანუ მინიმუმ რო ვთქვათ, მეგობრებო, ღმერთი ასე კი არ გვექცევა კბილი-კბილის წილო, მაგრამ ჩვენ ახლა მწყემსმა ძალიან კარგი სიტყვა გაგვიზიარა, ცოტა ხნის უკან ჩვენ პასტორების შეკრება გქონდა, მადლის სწორი გაგების შესახებ. და კიდევ ერთი ძალიან კარგი შეხსენება იყო. მადლის დოქტრინა როცა არის დამახინჯებული, არ ვიცი, ერთ-ერთი ისეთი სფეროა კატასტროფების წარმოშობა შეუძლია ადამიანის ცხოვრებაში. და სწორედ აქ არის ეს, რომ მე გავაკეთებ, ვიმოქმედებ, მაგრამ ღმერთი იმდენად მადლიანია, რომ გადაფარავს ყოველთვის ყველაფერს. მაგრამ ნახეთ მეგობრებო, ნახეთ, შეხედეთ. სადღაცა იპოვით რაღაც საჭირო კონტექსტებს ბიბლიიდან, რომ თქვა, აბა, ხო წერია ახლა აქ ცოდვა გამრავლდა, მაგრამ მადლმა გადააჭარბა. როგორ ასე გავიგოთ, რომ თუ ჩვენს ცხოვრებაში ცოდვები გამრავლდება, ღვთის მადლს გამოვიწევთ, ამით გადააჭარბებს, ეს რაღაცა ბრიყმული, საერთოდ გაგება არის, ბავშვური. მადლი ეს ღმერთის ზებუნებრივი ძალა არის, მეგობრებო, ეს ღმერთის ზებუნებრივი დახმარება არის და მოდის მაშინ, როცა ვიწყებთ სათანადო ქმედებას, სათანადო მიმართულებით პატარა ნაბიჯების გადადგმას. ის ყოველთვის მოდის, როგორც მისი ზებუნებრივი შემწეობა. მაგრამ ის არ გვაძალებს, ის ძალით არაფერში არ ჩაგვაგდებს. ეს დაიმახსოვრეთ. ეს რომ იყოს მის ბუნებაში და ხასიათში, ჩვენ აქ არ ვიქნებოდით 100,000-იან დარბაზში ვიждომებოდით დღეს, იმიტომ რომ ის ყველას მორწმუნეთ აქცევდა. ასე რომ უცოდინრობაში მე არ ვგულისხმობ პირდაპირ, ესეც უნდა დავაკორექტირო, იმიტომ რომ წინასწარ ვიზღვევ თავს, იმიტომ რომ ხშირად კომუნიკაციის მეშვეობით, როცა კომუნიკაცია ცხადი არ არის, ადამიანებს საშუალება აქვთ ორნაირად ან სამნაირად გაიგონ, მე მიტომ მინდა ხოლმე რომ დავაკორექტირო, რას ვგულისხმობ. ცოდნის უქონლობა არ ნიშნავს საერთოდ მასე თუ არის თქმას. მე ვგულისხმობ და ბიბლია გულისხმობს ალბათ პირველ რიგში იმას, რომ საკმარისი, საჭირო კონკრეტულ დროს მოსული. აი თუ დღეს ახლა ეს სიტყვა მოდის, მოდი ასე დაიჯერე, ის კი არა რომ ჩამოვიდა ახლა და გამოგვეცხადა ეს აქ და რა გვეშველებოდა ის რო არ მოსულიყო. მაგრამ თუ დღეს ღმერთი აწვდის ამ სიტყვას და შენ რაღაც გააქვს გამოწვევა, რაღაცა გააქვს პრობლემა, ან მინიმუმ იმას აღმოაჩენ, რომ საერთოდ უმოქმედო ხარ, ან არასათანადოდ მოქმედებ. მთელი ძალით, მთელი გულით არ მოქმედებ, იმიტომ რომ თუ ღმერთის სიყვარულზე მცნება გვეუბნება, რომ მთელი გულით, მთელი ძალით, მთელი გონებით უნდა მიყვარდეს, მაშინ ჩემი მოქმედებაც ასეთი უნდა იყოს. იმიტომ რომ თუ მთელი გულით მიყვარს ღმერთი, მაშინ მისი თაყვანისცემის და მისი მსახურების გარეშე ცხოვრება არ უნდა შემეძლოს, ხალხო, ვერ უნდა ვძღებოდე, აი ასეთ სიტყვას გამოვიყენებ. ვერ უნდა ვძღებოდე მისი თაყვანისცემით, მაშინ სინამდვილეში. და ეს რეალურია. მეორე ეს არის მიზეზი ხედვის უქონლობა. აქაც მოკლედ ვიტყვი, იგავთა 29:18-ში ვიცით ეს ცნობილი ადგილი, ხედვის გარეშე თავს იშვებს ხალხი, რჯულის დამცველი კი ნეტარია. ბევრ თარგმანებში წერია იღუპება ხალხიო, იგივენაია, ნახეთ ცოდნის უქონლობის გამო იღუპება, იმიტომ რომ ცოდნაც და ხედვაც გადაჯაჭვულია ერთმანეთს. ცოდნა ეს არ არის ამ შემთხვევაში მხოლოდ გონების ცოდნა, ეს ღვთის ცოდნა არის, ეს ღვთის გზების ცოდნა არის, ამას მოაქვს ხედვა. იმიტომ როცა ღვთის გზების ცოდნას ვიწყებ, ღვთის ნების სიცხადეში შევდივარ, ხედვას აყალიბებს ჩემთვის, რისთვის ვარ შექმნილი, რა უნდა ვაკეთო, როგორ ვიცხოვრო, როგორი ქორწინება მქონდეს. და ზოგიერთი თარგმანი როგორც გითხარი ამბობს, რომ იღუპება ხალხი. ორივე ძალიან ნეგატიურია. სიტყვა თავს იშვებს, მისი ძირის სიტყვა არის თავაშვებულება. თავაშვებულება უნდა გაგახსენოთ, რომ ერთ-ერთი ხორციელი ნაყოფი არის
ანუ თავაშვებული, მე მგონია ქართული სიტყვა შესანიშნავად ხსნის, წარმოიდგინეთ, აიშვა ადამიანმა თავი. აღარანაირი დისციპლინა, აღარანაირი საზღვარი ხედვისა, ოღონდ უკიდურეს ფორმას ეხლა ნუ წარმოიდგენთ, იმიტომ რომ შიშობ რომ მე ბევრი უარსიტყვის არც ეგეთი ვარ, ამიტომ არ მინდა რომ ეხლა თავაშვებული, ცოდვილ ცხოვრებაში გადაშვებული ადამიანი წარმოიდგინოთ, იმის ალბათობასაც უშვებ რომ შესაძლებელია ვიღაცას კონდეს ეს გამოწვევა ცხოვრების ამ ეტაპზე. რაღაცაში დამონებული როგორც წემსმა თქვა, რაღაცაში ჩავარდნილი, მისგან თავი ვეღარ დაიღწია. მაგრამ მოდი ასე წარმოვიდგინოთ, თუ ღვთიური ცოდნა, თუ ღვთის გზების ცოდნა მაძლევს მე ცხოვრების ხედვას, ანუ ღმერთი არ არის, როგორ გითხრათ, რაღაცა ისეთი ზედაპირული, ღმერთს თითოეული ადამიანისთვის აქვს ეს, რომ როგორი ცხოვროს ადამიანმა. და ეს ხედვა, ეს ღმერთის სიტყვისგან მოსული გამოცხადება საზღვრებს აწესებს, ანუ ის იმასაც მეუბნება, რომ რა აღარ უნდა ვაკეთო, ან რა ვაკეთო. ანუ ეს საზღვარი მეუბნება, გავლებული საზღვარი, რომ უარი როგორ თქვა ზოგჯერ რაღაცას. როგორ უთხრა ვიღაცას არა მაგალითად, ან როდის თქვა ხო. და როცა ავიშვი თავი, ეს სადაც მსახურობ, ბევრი ბუდიშებით უთხარი ხალხს და უთხარი შევადარე და მოდი მაინც ვიტყვი ამ შედარებას, ოღონდ არაფერი არ ჩათვალოთ, ეხლა ისე არაკორექტულად ასე ნახეთ. მაგალითად აბამენ ხოლმე შინაურ ცხოველებს. ჭირდებათ ეს მათ. ძაღლებს კი წვრთნიან, მაგრამ არც იმდენად გონიერი არ არის ეხლა ძაღლი, რომ ძაღლის მოყვარულება ახლა არც ისეთი გონიერი არ არის, რომ ახლა ამას რო უკმინა, წავიდეს მერე და თავი თოკი ჩამოკიდოს და მე პირადად დამკმინა, საკუთარმა ძაღლმა დამკმინა, როცა ბავშვი ვიყავ. ძალიან მაგარი ძაღლი ვყავდა, მაგრამ დამკმინა. ახლა ნუ მეტყვით ალბათ დამნაშავე იქნებოდიო, ახლა დამნაშავე ვიყავი, მაგრამ ახლა არ აქვს მე მაგის, სწორედ მაგას ვიძახი, ინტელექტი არ აქვს და კარგაგვარიანად დამკმინა თანაც, დღემდე 4 წლის ასაკში დამკმინა და სხეულზე დღემდე მეტყობა. და ზოგჯერ აბამენ. რა ხდება, როცა აიშვებენ ხოლმე, აი ეზოებზე ალბათ წარწერა გინახავთ, ეზოში ავიძაღლიაო. პატრონი არ არის დარწმუნებული, რომ არ გიკმენს, ამიტომ შენ გაფრთხილებს. ხო ჯობდა ძაღლისთვის ჩაეტარებია ტრენინგი, არ დაკმინო, ჩემი მეგობარ როცა შემოვა, მაგრამ არა, აი რას ნიშნავს თავაშვებული, აიშვა თავი და უკონტროლო ხდება. აი მაგალითად ასევე აბავენ ხოლმე შინაურ ცხოველებს, როგორიც არის ძროხა. და იცით რა ხდება, როცა ძროხა აიშვებს, თუ სადმე მეზობლის ყანა ნახა, რომ ღობი არ აქვს, შეუძლია რომ გადაძოვოს ყველაფერი. და კონფლიქტები ხდება ხოლმე ამის გამო მეზობლებს შორის, რომ შენი ძროხა გადავიდა ჩემს ბაღში, შენი ღორი გადმოვიდა ჩემს ბაღში ან რაღაცა. კიდევ ვიმეორებ, ბოდიშით ვამბობ ამ ყველაფერს, მაგრამ მინდა სურათი დაგანახოთ, რომ რას ნიშნავს ბიბლია, რასაც ამბობს, რომ თავს იშვებს ადამიანი. ეხლა მოდი ქრისტიანულ წრეში გადმოვიტან უფრო გასაგები ენით. თუ ღმერთმა განგისაზღვრა კონკრეტულად მოწოდება დანიშნულებ კონკრეტულად თითოეული სახელით. და როცა აგრესიული არ ახარ ამ ყველაფრის გასაგებად და მოქმედებაში და სათანადო არ ახარ, შენ უკვე აიშვი შენებურად თავი, მომყვებით? ანუ შენ უკვე ეს საზღვრები დაარღვია, იმის კეთებას იწყებ, რასაც არ უნდა აკეთებდე, ცოდვას ნუ გაიგულისხმებთ მხოლოდ ეხლა, არა. ქრისტიანებო. შენ გზას ირჩევ, შენ ყველა ღია კარებში გარბიხარ, რაც კი გამოჩნდება, შესაძლებლობებში თავით ეშვები. უარის თქმა არ შეგიძლია, ამიტომ რომ ნუ ახლა პარიზში ცხოვრება, წავალ პარიზში, რა თქმა უნდა, ღმერთი ხო მიკაცარი. მომყვებით ძვირფასებო? რას ნიშნავს ხედვის გარეშე? ცხოვრების ხედვის გარეშე, ღმერთისგან მოცემული, განსაზღვრული. ამას არ ჭირდება თვალების დახუჭვა და ბუნდოვანებაში მომავლის სურათის დანახვა. ასე ვისწავლეთ, სანამ არ გვყავდა, ესე რომ ვთქვათ, ამაში ადამიანები, მე პირადად ეს ვისწავლე, დამოუკიდებელი ეკლესიებისგან ხედვა უნდა გქონდეს და უდღეურად მიმაჩნდა თავი, იმიტომ რომ ვერ მივიღე ხედვა, იმიტომ რომ არასწორი დაუბალანსებელი სწავლება მოვისმინე, რომელიც ამბობდა, რომ აი შენ უნდა დაინახო შემდეგი 20 წელი შენ ცხოვრებაში, 20 წელი კი არა, ხვალინდელი დღის დანახვაც არ შემიძლია დღეს, მაგრამ უდღეურად აღარ ვთვლი თავს. გავიგე რა არის ხედვა. ღვთის სიტყვაში გადმოცემული ჭეშმარიტებიდან საზღვრები წესდება ჩემს ცხოვრებაში. ასე რომ ხედვის უკოლნობა არის უმოქმედობის მიზეზი, დიდი ტოლობის ნიშანი. თუ დღეს
ვიღაცა არ მოქმედებთ, ნუ იჩქარებთ განაწყენებაზე, ტკივილზე, ობიექტურ ტკივილზე, ობიექტურ უარყოფაზე, აუცილებლად ვიტყვი ძვირფასებო, მაგრამ როცა ადამიანი არ მოქმედებს და ყოველთვის გადააქვს სხვაზე ამის ტვირთი, ეს კლასიკური უმოქმედობა არის. ხედვა რომ მქონდეს, სხვანაირად მოიქცეოდი. შეიძლება ახლა არ დამეთანხმო, მაგრამ იქნებ ბოლოში მაინც დამეთანხმო. ხედვა რომ მქონდეს ღმერთისგან, არ იქნებოდი ასე. უბრალოდ არ გაჩერდებოდი. თომას ედისონი გაგიგონიათ, ხო? ვინც ეს სიკეთე აღმოაჩინა, ვინც რა ქვია ის ნატურა აღმოაჩინა, აღმოაჩინა ნატურა კი არა, მოიგონა ესე ვთქვათ და ესეთი კითხვა დაუსვეს ერთხელ, იმიტომ რომ 1000 ექსპერიმენტი ჩაატარა. და ერთმა ადამიანმა კითხვა დაუსვა, ახალგაზრდა სტუდენტმა დაუსვა კითხვა ერთ-ერთი ლექციის დროს, თქვენო 1000 ჯერ განიცადეთ მარცხიო. 1000 ჯერ დამარცხდითო და ეს კაცი, ეხლა შეიძლება პირდაპირ ამ ციტატას ახლა ვერ ვამბობდე, მაგრამ მოუბრუნდა და შვილო 1000 ჯერ კი არ წავაგეო. 1000 მეთოდი აღმოვაჩინე, რომელმაც არ იმუშავაო. ეს შეხედეთ ახლა განსხვავებას. თურმე ის ამ 1000-ს, 20-ს, 30-ს, 50-ს განიხილავდა როგორც კიდევ ერთ მეთოდს, რომელიც არ მუშაობს და იწყებდა ახალს. ამიტომ თუ ხედვა არის, მეგობრებო, არ გაჩერდები. და მესამე. უმოქმედობის მესამე მიზეზი ეს არის ძვირფასებო, ჩვენი სისუსტის გამოშიში. ხშირად ქრისტიანები ხედავენ რა საკუთარ სისუსტეებს, აღარ მოქმედები. აი შებუჭილები ხდებიან. კი ვხედავ, მაგრამ ამისთვის მზად არ ვარ. კი ვიცი, მაგრამ მე ვინ ვარ? მოსემ უთხრა ღმერთს, მეგობრებო, მე ვინ ვარ? ამდენხანს ეკამათა უფალს, მე ვინ ვარ რომ წავიდეო? გედეონი ეუბნეო და უფალს, არა, მე არაო, შეგეშალა სხვა მოძებნეო. ეს საკუთარი სისუსტის გაცნობიერება, საკუთარი არასრულყოფილების გაცნობიერება ხშირად ხდება, მეგობრებო, უმოქმედობის მიზეზი. აი მე ეკლესიას არ მოვშორდები, მოვალ, მაგრამ დავჯდები, მოვისმენ, სულ ვისწავლი, არ არის ეს სწორი ძვირფასებო. ყველა მსახურებისთვის მომზადება გჭირდება, მაგრამ მოქმედების გარეშე არც ეს მომზადება არ არის. ასე რომ რა შეგვიძლია ვთქვა აი ამ სისუსტეებზე, ერთი დიდი განაცხადი მინდა გითხრათ, არასოდეს ბიბლიური გმირების შემთხვევაში ადამიანური სისუსტე დაბრკოლება არ ყოფილა იმისთვის, რომ ღმერთს ვინმე ძლიერად გამოეყენებინა. შეგიძლიათ თქვა ამენ? არასოდეს და თან პლუს ამას არც ერთი ღვთისგან გამოყენებული ადამიანის სისუსტი არ დამალა ბიბლიამ. არც ერთი, რომ ჩვენ ნუგეში ვქონდეს ამით. აი ეს არის ძირითადი სამი, შეიძლება 5 იყოს, 10 იყოს, მაგრამ ერთ თემაში ბუნებრივია შეუძლებელია ის პატარა სამი მიზეზი, რომელიც ღვთის უმოქმედოს, პასიურს, ქრისტიანულ ცხოვრებაში, ეკლესიაში. იმიტომ რომ ნახეთ, ბევრ სისულელეს ვიჯერებთ. ეხლა კიდე ერთი ცოტა ისეთი ტერმინი, რომელიც გამოც ბოდიშის მოხდა მომიწევს, მაგრამ ეს ტერმინიც არ არის ჩემგან. ბიბლია ლაპარაკობს ამის შესახებ, რომ ადამიანები სისულელებს იჯერებენ. ერთი მუხლი არსებობს ძვირფასებო, აქ შეხედეთ, რომელთა პირველი თავის 22 მუხლში ვკითხულობთ, თავიანთ თავს ბრძენებს უწოდებენ და გამოსულელდენო. ეს კონტექსტი, ვისაც არ გახსოვთ, მეგობრებო, კატასტროფებზეა საუბარი. როგორ დაიწყეს ქმნილების თაყვანისცემა, ნაცვლად შემოქმედისა, როგორ შეცვალეს რაღაც მორალური წესები და ზნეობრივი წესების სამყაროს მასშტაბით, როგორ შეიცვალა და ეს, ანუ ამ როგორი შეფასებას აძლევს წერილი, ნახეთ, როგორ შეფასებას აძლევს პავლე, რომ ბრძენებს უწოდებენ. ეხლა მე რო ჩემ თავს ბრძენი უწოდო და საოცრად ბრიუყი ვიყო, კაციშვილი არ გამეკარება ახლოს, მაგრამ იცით მეგობრებო, ცნობილი ფილოსოფიები, რომლებიც დღესაც კი ზოგი 5000 წლის წინ დაბადებული, 4000 წლის წინ დაბადებული, რომ გაატარო ხშირ შემთხვევაში ძალიან მკაცრად ღმერთის სინათლის შუქზე, ბევრ სისულელეს აღმოვაჩენთ მასში, მაგრამ ადამიანები დაწაფებულები არიან. ბევრ სისულელეს აღმოვაჩენთ.
ოღონდ ღვთის სიტყვის სინათლეზე. იმიტომ რომ ჭეშმარიტება ერთია, ჩვენთვის ხო ასეა. ჩვენ ხო ასე ვცნობთ ყოველ შემთხვევაში. ჩვენ ასე ვცამს მორწმუნეებს რომ ჭეშმარიტება ერთია. ამიტომ ამ ჭეშმარიტების შუქზე ხშირ შემთხვევაში ის მრავალი პოპულარული, ეგრეთ წოდებული ფილოსოფია სისულელეებით არის სავსე. და დღესაც მეგობრებო, ფილოსოფიებს თავი დავანებოთ, ბევრი სისულელე ტრიალებს ჩვენს გარშემო. ხშირ შემთხვევაში კიდევ ალეგორიულ სიტყვი ჩვენს მაგიდაზე დევს ბევრი სისულელე, რომელიც პოპულარულია ქრისტიანულ წრეებში, რაღაც ტენდენციებებით, სწავლებებით თუ ასე შემდეგ და როცა ვჭამთ ამ ბევრ სისულელეს, რა არის შედეგი? აუცილებლად გამოვსულელდებით. აუცილებლად. ამიტომ მოქმედების ერთ-ერთი ბიძგი სწორედ განახლებული გონება არის. ძვირფასებო ძალიან ისეთ საკითხებს ვეხები, ახლა რა თქმა უნდა ცნობილ საკითხებს, მაგრამ საერთოდ არ მაქვს კომპლექსი მაგისა. არ მაქვს იმის თუნება, რომ რაღაც ახალი გელაპარაკოთ. გონების განახლება სინამდვილეში ყველაზე მძიმე შრომა არის. ერთ-ერთი სისულელე, რაც ეკლესიაში ტრიალებს, არის ის, რომ ზეციდან ხო იშვა ადამიანი და თითქოს ავტომატურად მოხდება გონების განახლება. სინამდვილეში გონების განახლება თუ კი რამე შრომა უწევს მორწმუნეს, ყველაზე მძიმე შრომის კატეგორიაში შედის. ეს მუდმივი პროცესია. ეს იგივენაირი პროცესია, როგორც ყოველდღიურად გვჭირდება თავის მოწესრიგება, დაბანა და ასე შემდეგ. რა მოხდებოდა ასე რომ ვიზრუნოთ ახლა 3 დღის წინ ხო ვიბანავე, არა? ხო სასაცილო ადამიანები გავხდებოდით. ამიტომ გონება ექვემდებარება დაბინძურებას. გონება ამ სისულელეების გარემოცვაში ზიანდება ძვირფასებო და შეუძლებელია ერთხელ გასუფთავებული გონება სისუფთავეში შეინახო მთელი ცხოვრება. ამიტომ ეს არის ყველაზე მძიმე შრომა, რაც ქრისტიანს სჭირდება. აი ამისთვის არის ეს მე რო ვთქვი წეხა რომ თითქოს ადამიანურ ინიციატივას გაავს. ეს მოწოდება, რომ ღვთის სიტყვასთან რაც მეტი მით უკეთესი სახლის ჯგუფებში, რაც მეტი მით უკეთესი იმ განათლების სისტემებში, მრავალი კარგი წიგნის წაკითხვით, მრავალი ძალიან კარგი წიგნის წაკითხვით, რომლის მიმართაც მაინც ვიტყოდი, რომ ინერტულობა არის ქრისტიანთა წრიდან. ოღონდ მე ვიმეორებ, კარგი იქნება თუ ეკლესიებით შევძლებთ რეკომენდაციები გავუწიოთ კონკრეტულ სახელმძღვანელოებს, იმიტომ რომ სახელმძღვანელოებით შეიძლება იქცეს გამოსულელების მიზეზად, მათ შორის ქრისტიანულიც. ეკლესიის ლექსიკაში უნდა და ჩვენს ლექსიკაში უნდა დამკვიდრდეს ისეთი ტერმინების გაგება, როგორიც არის ღმერთის ნება, ღვთის ჩანაფიქრი, ღვთის სამეფო, ადამიანის მოწოდება და დანიშნულება, ცხოვრების ხედვა, ეს ტერმინები, მხოლოდ სმენის დონეზე, ვერბალურ დონეზე კი არა, ამ ტერმინების იმდენი საუბარი, იმდენი სწავლება გვჭირდება, რომ ლექსიკაში გახდეს უკვე ძალიან ცნობადი, რომ ღვთის ნება, ღვთის ჩანაფიქრი, ღვთის მოწოდება, რომ სხვანაირად მოქმედებაში ვერ მოვდივართ. თუ ეს რაღაცა ხშირად არ ტრიალებს, მაშინ ადვილია მე უბრალოდ როგორც ეკლესიის წევრი დავკმაყოფილდი ამით, მოვდივარ, ვზივარ, ვისმენ, ვსწავლობ. ერთგვარი მოქმედება ესეც არის, მაგრამ არასათანადო, არასაკმარისი. ბიბლიაში გაცხადებულ ღვთის მარადიულ ჩანაფიქრს და მასში ჩვენი როლის გაცნობიერებას მოვყავართ მოქმედების სურვილში მინიმუმ. ვიმეორებ, ბიბლიაში გაცხადებულ ღვთის ჩანაფიქრის გაგებას და მასში საკუთარი როლის აღმოჩენას პირველ რიგში ეს ბიძგია, რომ მიბიძგოს მოქმედებაში. როცა ვიწყებთ იმის გააზრებას თუ რისთვის ვართ შექმნილნი, ჩვენი ცხოვრების და მსახურების ხარისხი დრამატულად შეიძლება შეიცვალოს. როცა გააზრებას ვიწყებთ, როცა იმ დონეზე ვიწყებთ გააზრებას, მე რო ვცდილობდი წეხან რომ შემეწუხებინეთ, რომ აი თავაშვებულად დაინახო თავი, მე მგონი ეს რაღაც мотиваციას წარმოშობს, რომ გადაწყვეტილება მაინც მივიღო, რომ ასე არ გავაგზელე. მოდი წავიკითხოთ მათესახარების 25 თავიდან ძვირფასებო, დიდი კონტექსტებია და შევამცირებ თქვენის ნებართვით, რომ დროში ჩავეტიოთ. და ნუ დაგეზარებათ, იმიტომ რომ ეს ამოღება მუხლებისა ხშირად მთელი კონტექსტის სურათს არ ხატავს, მე ამოვიღებ ამ შემთხვევაში, მაგრამ მაინც თქვენ გადაამოწმეთ, კრიტიკულად გადაამოწმეთ, იქნებ მე რაღაც არასწორად გითხარით ან არასწორი ინტერპრეტაცია შემოგთავაზეთ ამ მუხლისა. 25 თავი, 26, 28, 30 მუხლებს წავიკითხავ მხოლოდ მე. მაშინ მიუგო ბატონმა პასუხად.
ინფორმაციისთვის რომ წაგახალისოთ, ეს არის კონტექსტი, სადაც საუბარი არის ძვირფასებო, სწორედ რაღაც აი ღვთის წინაშე განკითხვაზე. და მე მგონია ყველა ქრისტიანს ეს საკითხი უნდა გვაწუხებდეს. და იესომ წარმოთქვა ისტორიები, იგავები, რომელიც აი ყოველნაირ ალეგორიას არ უტოვებს არანაირ ალეგორიას ადგილს. ეს არის არამხოლოდ ჩემი აზრი, თეოლოგების და მკვლევარების აზრი არის, რომ აქ რამე სხვანაირად გასაგები უბრალოდ არ არის. მიუგო პასუხად ბატონმა იმ ადამიანს, ვინც მისგან მიცემული ტალანტი შეინახა და უკან დაუბრუნა. შენახული, კარგად გახვეული ისეთ იმაში რაღაც საშუალებებში, რომ არ დაზიანებულიყო, არ დაჟანგებულიყო. და პასუხად მიიღო, ბოროტო და უქნარა მონაო. იცოდი რომ ვინკი სადაც არ დაგითესავს, დამითესავს და უკრებს სადაც არ დამიბნევია. ეს არის მისი ნათქვამის გამოხმაურება. მან უთხრა, მე ვიცოდი, ანუ ისე უნება, მე გიცნობდი შენ, თუმცა შევთანხმდეთ რომ არასათანადო ცოდნა აქვს. ხვდებით ეხლა რა ვთქვი ცოდნაზე? შესაძლებელია ერთი ადამიანის 5-10 მილიონი ადამიანის არასწორი დანახული გასახდეს როგორც რო ღმერთი ასეთია? ან ღმერთი იტყვის ეს ხალხი ასე ფიქრობს და მოდი ასეთად გადავკეთდები? იცოდიო რომ ამას ასეთი ვარ და მაინც არ იმოქმედე. ანუ შენი ცოდნა სრული არ არის ჩემ შესახებ. შენ ჩამთვალე რაღაც მომთხოვ, ცოტა დიქტატორულ პიროვნებად და მაინც არ იმოქმედე. ამიტომ ჩემი ვერცხლი ვაჭრებისთვის უნდა მიგეცა და დაბრუნებისას სარგებლით ურთ მივიღებდი ჩემსას. როგორი განაცხადია, ნახეთ, ღმერთი ამბობს, რომ ჩემი უნდა მიმეღო. იმიტომ მოგეცი, რომ უკან უნდა მიმეღო სარგებლით. მოდი კითხვას დავსვავ, ფიქრობთ ხოლმე ასე ძვირფასებო? შეიძლება ფიქრობდით, როცა ესეთი ანთებულობა გქონდა უფრო მეტი, მაგრამ დღეს თუნდაც გამოცდილი მსახურები ვიყოთ, ფიქრობთ ხოლმე ასე? დღეს რასაც უაძლევ, აი რაც მივიღე მისგან, რისი დაბრუნება შემიძლია? როგორ ვუბრუნებ მას? ამიტომ წართვით მაგას ტალანტი და მიეცით 10,000 ტალანტის მქონეს, 10 ტალანტის მქონეს, ეს უსარგებლო მონაკი გადააგდეთ გარესკნელის ბნელში და იქ იქნება ტირილი და კბილთა ხჭენა. აი ამ ჩემ კონსპექტში, რომელიც სულფერადია, კიდევ გადავაფერადე ორი სიტყვა. დასაწყისში ბოროტო და უქნარავ. ღმერთმა უმოქმედობა ბოროტებად შერაცხა ამ სიტუაციაში. ვინ და ღმერთს რომ მოთმინების და რაღაცა იმის იმპულსურობის პრობლემა არ აქვს, მეთანხმებით მეგობრებო? ეს შეიძლება მეწამომცდეს არასათანადო სიტყვა. ეს შეიძლება მე ვერ ვიპოვო საჭირო დრო საჭირო სიტყვა და ცოტა გადავამლაშო, მაგრამ ღმერთმა თქვა ბოროტი და უქნარა. და ბოლო მუხში რომელშიც ავიკითხეთ, ეს უსარგებლო, ასე თქვა. მე ეს ყველაფერი ხშირად ვიმეორებ ამ ტერმინს ტვინს მიფეთქებს ხალხო. და ეს ტვინის ეს აღრევა, როგორ თქვა, არის ისეთი ზურგის ქარი. უკან მოხედვის სურვილით რო აღარ გრჩება მე. რომელიც მუდმივ мотиваციაში გამყოფებს. მადლის შესახებ არასწორი სწავლება ზურგს მოგიქავებს. კრუტუნს დაიწყებ. არასწორი სწავლება მადლის შესახებ, არასწორი გაგება. კი ვიცი, კი ვიცნობ. მაგრამ ღმერთი მადლიანია. ის რომ ჩვენ მეგობრებო შესაძლებელია დაახლოებით ასე მოვიქცეთ, რომ არ გამოვეხმაუროთ, აგრესიულად ცოდნა არ მივიღოთ ამ კონკრეტულ სფეროში და არ ვიმოქმედოთ, ათასობით ადამიანს აზიანებს პირდაპირ ვიძახი. მაგრამ შენი სისუსტის დანახვის გამო, შენ რო შენ სისუსტეს უყურებ და შენს უმნიშვნელოვანებას უყურებ, რომ მე არ ვარ მნიშვნელოვანი, მე არა ვერიჯერებ უბრალოდ ამას, რომ შესაძლებელია და 1000 ადამიანის ქადაგებას შეიძლება ვერც კიცა მე როგორ უნდა ვქადაგო. ჩვენ ქადაგებაზე ავლაპარაკობთ. ერთი ჩემნაირი, ერთი შენნაირი, კიდევ ერთი და 400, 500 და 1000 რამდენს ეხება აბა დათვალეთ? დიახ, უმოქმედობას ღმერთმა ბოროტება უწოდა, რადგან სასწორზე ძალიან ბევრი რაღაცა დევს.
დღესაც ვირფასებო სასწორზე ისეთი რამე დევს, რაც არის ადამიანების სიცოცხლე, რაც არის ადამიანების გაფლანგული ცხოვრება და ყველა ადამიანი ღვთისამჟავროზე მოდის. კიდევ ერთი მონაკვეთი ლუკა მე-12 თავი 42, 44, 47, 48 ისე ვყოფ ამას დროის გამო. უთხრა უფალმა, ვინ არის ერთგული და გონიერი სახმართველი, რომელსაც თავის მსახურებზე დააყენებს ბატონი, დროულად რომ მისცეს მათ ულუფა, ისევ იესოს ეკუთვნის ეს ტექსტი. ნეტარია ის მონა, რომლის ბატონიც მოვა და ამის მოქმედს პოვებს მას. ნახეთ, ღმერთმაო დააყენა კონკრეტულზე და ნეტარება არის მასზე, ვინც როცა უფალი მოვაო, ამის მომქმედს ნახავს. ამაში მომქმენს. კონკრეტული დავალება არის მიცემული. დროულად მისცეს რაღაცა. ნეტარია ის მონა, რომლის ბატონიც მოვა და ამის მოქმედს პოვებს მას, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მთელ თავის ქონებაზე დააყენებს. დიდება უფალს. გვინდა გვირგვინი, გვინდა ჯილდო. ის მონა კი რომელმაც იცოდა თავისი ბატონის ნება, ნახეთ, კიდევ ერთი კავშირი. ის მონა კი, რომელმაც იცოდა თავისი ბატონის ნება, არ მოემზადა, არ მოიქცა მისი ნებისამებრ, მაგრად იგვემებაო, ასე წერია. ყველას, ვისაც მეტი მიეცა, მეტს მოსთხოვენ, ვისაც მეტს მიანდობენ, მეტსაც მოჰკითხავენ. და ერთი კითხვა ისევ, თუ იმის ცოდნას უარყოფ, რა მოგცა ღმერთმა? თუ ამ ცოდნის გარკვევაში, ამ ჭეშმარიტების გარკვევაში აგრესიული არ ხარ, აბა როგორ აპირებ გაიგო, საერთოდ ეს ტექსტი მაშინ რაზე ლაპარაკობს, მაშინ იტყვი, რომ აი ისა გურამი ძალიან ნიჭიერია და ალბათ მას მისცა ღმერთმა ყველაფერი და თავის ყიოდეს იმის გამო, თუ რაც ღმერთმა მისცა, იმას არ გააკეთებს, მოჰკითხავენ მას. მიაქციეთ ამ სიტყვებს ყურადღება, რომელმაც იცოდა ბატონის ნება. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ჩვენი ბატონის ნება. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ჩვენი ბატონის სურვილი და ჩანაფიქრი. და ეს არ არის მისტიური, ეს არის გაცხადებული ღვთის სიტყვაში. და მეცაც ვიტყვი ყოველ კვირას ამის გარშემო რაღაცა იქად დაგება ეკლესიაში. აქაც ცხადად არის ძალიან გამოკვეთილი უმოქმედობის უკან მდგომი საშიში მოტივაცია. უმოქმედობის უკან მდგომი საშიში მოტივაცია და ღმერთის დამოკიდებულება ამისადმი ძალიან მკვეთრად არის გამოხატული. ამიტომ არ უნდა შევეჩვიოთ, მეგობრებო, არ უნდა დავნებდეთ უმოქმედოდ პასიურად ცხოვრებას. ღვთის სამეფოს, რომლის მშენებლებათაც, რომლის განსავრცობადაც ვარ თითოეული მოწოდებული, იმიტომ რომ სამეფო ასე იზრდება. იესოს იგავის მიხედვით ჩვენის ერთი თესლი ვართ, რომელიც ბატონმა გადააგდო სადღაც. და სამეფო ასე იზრდება, სამეფო არ იზრდება რაღაცა ისეთი ავტორიტეტული ლიდერების, სოფლიო დონის მსახურების. ღმერთს მადლობა ამ ხალხისთვის, მე კი არავის არ უებრძვი მათ, მაგრამ მახინჯად არის დანახული. თუ სადმე გამოჩნდებიან ხოლმე, თუ სადმე აკაშკაშდებიან ხოლმე, შეხურებენ ეკლესიები და არიქა და ის და სამეფო რეალურად იზრდება ასე, რომ გაგება, რომ ჩვენ ვართ თესლი სამეფოსი. თესველი არის ქრისტე. და ის თესავს. და სადაც ჩავარდება ეს თესლი, იქ ნაყოფი უნდა გამოიღოს. ოჯახში, საზოგადოებაში, სამსახურში და ყველგან. ასე იზრდება სამეფო. და ამ სამეფოს სლოგანი, ახლა ეს პირდაპირ ბიბლიაში არ წერია, მაგრამ დაახლოებით დევიზი, მოდი ასეთია, რომ ყველანი უნდა იყოს ბრძოლის ველზე, იქიდან გამომდინარე, რაც არის ღვთის სამეფო. იმიტომ რომ ღვთის სამეფო არ ცნობს, მეგობრებო, პასიურობას. ეს ყველაფერი, რაც წავიკითხეთ, ღვთის სამეფოს პრინციპებია, რომ ბატონი მოვა, ბატონი აძლევს, ბატონი ავალებს, ბატონს ამისკეთება უნდა. ეს ღვთის სამეფოს გაგება არის. და აქ არ არის ეს, რომ წამოუწვევი ჩემთვის ვიქნები, ჩემი აზრით ვიცხოვრებ, ჩემი შეხედულებით, ჩემი ფილოსოფიით ჩამოვიყალიბებ ჩემს ცხოვრებას.
ყველა უნდა ვიყოთ ბრძოლის ველზე. რიტორიკული კითხვა, შენ სად ხარ დღეს? ხელში მახვილი გიჭირავს თუ პასიურობ? შეიძლება დავითი ვითაც ვისვენებთ ზოგიერთები. ანუ ვიყავით ომში და ეხლა წამოვწექით. დავითს რაც დაუждდა ეს ყველაფერი გახსოვთ? მაშინ ჩაიდინა ის კატასტროფა, როცა ბრძოლაში არ იყო, როცა ბრძოლაში არ წავიდა. ჩვენ ვლაპარაკობთ შეუსვენებელ შრომაზე, ძვირფასება, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ მოიშველიებთ თქვენს გონებას და კარგად გაიგებთ, რასაც ვამბობთ. ისიც გაიხსენეთ, რომ მათეს მე-13 თავში, როცა იესოს სამეფოს იგავებს ასწავლიდა, ღვარძლი როგორ აღმოჩნდა ჯეჯილში. იესომ ახსნა ეს და თქვა, როცა ეძინა ამ მსახურს, მაშინ მოვიდა ბოროტი და დათესა. როცა პასიურობას ვართ მიცემული, როცა, ესე ვთქვათ, მოდი გვძინავს, მაშინ მეტი ღვარძლი ითესება ჩვენს ცხოვრებაში. მე ადამიანებს უკვირთ, რატომ, საიდან? ჩემი ქადაგების დასკვნაში სამი ნაბიჯი მოკლედ უნდა შემოგთავაზოთ უმოქმედობის დასაძლევად. სამი ნაბიჯი უმოქმედობის დასაძლევად. პირველი, ცხოვრების შეფასებას უნდა ვახდენდეთ ხშირად მეგობრებო, საკუთარი ცხოვრების. სხვისი ცხოვრების შეფასება გვიზიდავს. ძალიან მაგარია, იცით, რამდენჯერ დამიჭერია საკუთარი თავი, ამ წემსი რო ხარ, მეტ ინფორმაციას ფლობ ეკლესიის წევრების შესახებ და იცი, აი კბილები გიკაცკაცებს. თორე ისეთი რაღაცა იცი, სხვა მარ იცის. და როცა ის კონკრეტული ადამიანი მე კარგად არ იქცევა, იცი როგორ ხარ, ნუ ხის. შენ იცი რაღაცა, სხვებმა არ იციან და ის რომ იქ იმას არ აკეთებდეს და მე რომ დავარიგე იმას აკეთებდეს. სხვის ცხოვრების შეფასება ადვილია. საკუთარი ცხოვრების შეფასება ბევრად უფრო ადვილი, სწორად გამიგეთ, ანუ იქ ვარაუდები გჭირდება და საკუთარ თავთან ვარაუდი არ გჭირდება, ერთი კარგი სარკე გჭირდება. ოღონდ არა ბუკვალურად, არა პირდაპირ. იქ ვარაუდები გჭირდება, იმიტომ რომ ბოლომდის არ იცნობ ადამიანს და საკუთარი თავის შეცნობა თუ გინდა ყველაზე მარტივია. სხვისი პიროვნების შეცნობაზე ადვილია საკუთარი თავის შეცნობა. პავლე მოციქული კორინთელთა ეკლესიას მეორე თავში წერდა, გამოსცადეთ, შეამოწმეთ საკუთარი თავი. თუ ამას არ აკეთებთ, ამის გამო ვერ უძლებთ ცდუნებას, გამოცდას. ასე რომ უნდა გამოიკვლიო, რა ხდება შენ ცხოვრებაში, რაში ცხოვრობ, რაში გადიხარ, რით ხარ დაკავებული, თუ ფაქტობრივ მდგომარეობას კარგად არ გამოკვეთავ, მაშინ რა მოქმედებაზე და უმოქმედობაზე არის ლაპარაკი. ნახეთ, შენი ფაქტობრივი მდგომარეობა უნდა იცოდე კარგად. თუ ნაწილობრივ მოქმედებ ან სათანადოდ ვერ მოქმედებ, შენი ფაქტობრივი მდგომარეობის დანახვა დაგჭირდება აუცილებლად, ძვირფასებო. გამოსვლის წიგნში ერთი ასეთი ისტორია არის, როცა ჩავიდა ბოლოს და ბოლოს, როცა ჩავიდა მოსე ეგვიპტეში ფარაონს ელაპარაკა და მოლოდინია რომ ეხლა გამოუშვებს, იმიტომ რომ ესეთი შთაგონებული აღმერთი ეონა, მე გამოვალ შენთან ერთად, ისეც ასწავლებს მოვახდე რომ ადამიანს რომ არ უნახავს და ფარაონმა გული გაისასტიკა და წერია რომ ეს რომ წავიდა მსახურებს დაუძახა და განკარგულება გასცა, ეხლა მათონ სამუშაო დაუნძიმეთო, საზრუნავი დაუნძიმეთო, ნახეთ, რომ ვეღარ იოცნებონ ფუჭამბებზეო. როცა შენ სწორი მიმართულებით სვლა გინდა, მტერს არ ძინავს ამ დროს. ანუ საზრუნავები გაიზრდება შენს გარშემო. ეს არის სოდნა ღმერთის და ამ დროს როცა ადამიანები სათანადოდ გაწვრთნილი ვერ არიან, რაც პირდაპირ ვიძახი ჩვენი პასუხისმგებლობაც არის, ორმაგად გულგატეხილები რჩებიან, იმიტომ რომ კი ვცადე, მაგრამ ეს რა ჯოჯოხეთი და ტრიალდა ჩემს თავზე, კი ვცადე, კი მოვინდობე, მაგრამ სულ რომ არ ყოფილა ისეთი გამოწვევები წამოიმართა ჩემს წინააღმდეგ. შენი ფაქტობრივი მდგომარეობის ცოდნა, გამოკვლევა, დღეს, არა გუშინ წინ. ეკლესიაში უფრო ხშირად ისმის, აი მაშინ როგორები ვიყავით, ფეხით დავდიოდით, დღეს გამოიკვლიე, დღეს დადე დასკვნა შენი ფაქტობრივი მდგომარეობის შესახებ. მათეს 25 თავიდან ისევ ერთი კონტექსტი 41-დან 46-ის ჩათვლით, მაშინ იმათაც ეთყვის, ვინც მარცხნივაა, წადით შემგან წყევულნო საუკუნო ცეცხლში, რომელიც გამზადებულია ეშმაკის და მისი ანგელოზებისთვის, ვინაიდან მშიოდა და საჭმელი არ მომეცით, წყუროდა და არ მასვით, უცხო ვიყავი და არ მიმიღეთ, შიშველი ვიყავი და არ შემმოსეთ, ცნეული ვიყავი და საპყრობილეში არ მომინახულეთ. ძვირფასებო ალბათ ამოისუნთქეს იქ, აი მოდი ახ ცოტა ესეთი ცოტა იუმორით მივუდგეთ. იესო ამას და აქ რაღაცა უზუსტობა არის, ვიღაცა მიფიქრა.
იესო არასდროს არ მინახავს მშიერი, თორემ რას დავიშურებდი მისთვის? იესო არა არც ყოფილვარ, როცა დააკავეს, ბოლოს დააკავეს, თუმცა რაღაც ცოტას აურიე. და ყველანი გაიქცენ, როცა დააკავეს. მაგრამ მანამდე იყო ეს ყველაფერი. მშიერი არა, უფალო, შენ პირიქით გვაპურებდი. რაღაცა უზუსტობა არის, მე ნამდვილად არ მეხება ალბათ. და მე ისინი რა თქმა უნდა შეუბრუნეს სიტყვა და უთხრეს უფალო როდის გიხილეთ შენ მშიერი ან მწყურვალი ან უცხო ან შიშველი ან სნეული ან საპყრობილეში და არ გემსახურეთ მაშინ მიუგებს იგი პასუხად ჭეშმარიტად გეუნევით თქვენ როგორც არც ერთ ამ მცირეთაგანს არაფერი გაუკეთეთ არც მე გამიკეთეთ მეგობრებო ჩვენ ვლაპარაკობთ ფაქტობრივ მდგომარეობაზე დღეს და ეს არის ერთი ნაბიჯი მცირე ნაბიჯი როგორ დავიწყო მოქმედება. აბა მე არ ვიცი რა გავაკეთო, მე ეკლესიაში პოზიცია არაფერი მაქვს. ერთი ძლიერი ციტატა მინდა მოგცეთ, ეს ციტატა მეგობრებო მოინიშნეთ. ამერიკის ერთ-ერთ ცნობილ ყოფილ პრეზიდენტს ეკუთვნის აბრაამ ლინკოლნს. არ ვიცი, აი ჩემზე ამან მოახდინა უდიდესი შთაბეჭდილება. ბატონო ის ამბობს ჩემი საზრუნავი ის კი არ არის ღმერთი ჩემს მხარეს არის თუ არა ჩემი ყველაზე დიდი საზრუნავი არის რომ მე ვიყო ღმერთის მხარეზე რადგან ღმერთი ყოველთვის მართალია უნდა წავიკითხო ხელმეორე ის ამბობდა იმისთვის კი არ ვზრუნავ რომ როგორღაც ღმერთი ჩემ მხარეზე გადმოვიყვანო იყავი ჩემთან, რა თქმა უნდა, სწორი ლოცვა არის. მე იმაზე ვზრუნავ და ეს არის ჩემი თავსატეხი, რომ მუდმივად მის მხარეს ვიყო, რადგან ის არის ყოველთვის მართალი, დიდება უფალს. და თუ ის ყოველდღე ყოველთვის მართალია ძვირფასებო. მიაქციეთ ფრაზას. თუ ღმერთი ყოველთვის მართალია, როგორ შეიძლება და როგორ უშვებ, არ დაეთანხმო მას. თუ ის ყოველთვის მართალია, თუ ის ყველა მდგომარეობაში მართალი გამოდის. თუ ის არასოდეს არ უშვებს შეცდომას, შენ რატომ არ ეთანხმები? მაშინ მე სუსტი ვარ, იცი ესას, იცი გავნაწყენდი, იცი ჩემი ტკივილები. ღმერთი ყოველთვის მართალია. და შენი საზრუნავი იყოს, რომ მის მხარეს იყო ყოველთვის. ნუ ცდილობ ამაოდ ის გადმოიპირო შენს მხარეზე. იმაზე იზრუნე ღმერთის მხარეზე იყო მუდამ. მეორე ნაბიჯი, მეგობრებო, მოკლე ნაბიჯი. როგორ გავიმარჯვოთ ამ უმოქმედობაზე, ეს არის ჩვენი ცხოვრების გრაფიკი ღვთიური პრიორიტეტებით უნდა გადაივსოს. შეიძლება ცოტა ძნელად ჟღერს ახლა ეს, მაგრამ ღვთიური პრიორიტეტი, სამეფოს პრიორიტეტი ეს ის არის, რაც ღმერთს სურს, რასაც ღმერთი ამბობს, რასაც ღმერთი აკეთებს. რა გეგმაც გააჩნია მას ზოგადად სამყაროსთვის, ქვეყნიერებისთვის, ეკლესიისთვის, როგორი შრომაც მას სურს, ძვირფასებო, როგორი ეკლესიის ხილვაც მას სურს. გახსოვთ ეს ეკლესიებში სულტრიალებს იესომ თქვა, მე ავაშენებ ჩემს ეკლესიას, რომელსაც ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ ძლევენო. ღმერთი გამარჯვებული, წარმატებული ეკლესიის იდეას გვთავაზობს. გამოაცალეთ მას ყოველგვარი ნეოხარიზმატული ტექსტები, ძვირფასებო. იესომ თქვა რომ მან იდეაში დედამიწაზე დატოვა ეკლესია საზოგადოება რომელმაც მისი სამეფოს გამარჯვება უნდა უზრუნველყოს განვრცობა უნდა უზრუნველყოს პრიორიტეტების დალაგება არის გადამწყვეტი ჩვენი ცხოვრების დასაბალანსებლად აქ ზიხართ ადამიანები რომლებმაც მეგობრებო ეს იცით ჩემზე კარგად თქვენი პროფესიებიდან შეიძლება ზოგი ფსიქოლოგი იყოს შეიძლება ზოგი ამით იყოს დატრენინგებული, კოუჩი იყოს, ტრენერი იყოს, რომ რას ნიშნავს წარმატების მისაღწევად, პრიორიტეტების დალაგება. ქვეყნიერებამ გაიგო ეს. აი ქვეყნ სადღაცა წახვალ რაღაც კოუჩზე ფულს გადაიხდი, კოუჩინგზე და აღმოაჩენ რომ ისინი გეტყვიან რომ დაალაგე პრიორიტეტები. შექმენი გეგმა დღისა, შექმენი კვირისა
მე ახლა შეიძლება სულ ამ გზით არ წავიდე ამ დეტალებში, მაგრამ ღვთის პრიორიტეტების უნდა ავსო ცხოვრება. უნდა შემოუშვა და შემოუშვა. იმიტომ რომ შენი პრიორიტეტები ხომ გააქვს? ხო ახლა იქ გრაფიკში არ არის ადგილი, როცა ღვთის პრიორიტეტებისთვის გახსნი გონებას, სწავლებისთვის, მოწაფეობისთვის, მაშინ მიხვდები რომ ზოგიერთ რაღაცაზე უარის თქმა დაგჭირდება. აი რას ნიშნავს, როცა ხედვა არ არის, ყველაფერზე ხოს იძახი, რა შესაძლებლობა ჩვენს წინ შეიძლება მოვიდეს. მე ხშირად მესმის ხოლმე, აბა დრო არ არის, ეგ შენი გადაწყვეტილება არის, გექნება თუ არა დრო. შენზია დღესაც კი, როცა დეფიციტს განიჩდი, შენზია მაინც დამოკიდებული რაღაცას შეცვლი და გაჩნდება რაღაც დერეფანი, დროის. მათე 6:33 თქვენ კი უწინარეს ყოვლისა ღმერთის სამეფო და მისი სიმართლე ეძიეთ და ყოველივე ეს შეგემატებათო თქვენ. უწინარეს ყოვლისა ღვთის სამეფო, მისი პრიორიტეტი. და კითხვა როცა დაუსვეს, აი საზრუნავი მე ამას რა უყოთ ესო თქვა, შეგემატებათ. არასოდეს მეგობრებო, არ უნდა ვასწავლოთ. შესაძლებელია წარსულ წლებში მეც ვასწავლიდი ამას, ხშირად მიწევს ხოლმე ბოდიში ამის გამო რომ არ იზრუნოთ არაფერზე, საერთოდ ღმერთი გაჭმევთ. დაუბალანსებელი სწავლება, დაუბალანსებელს ასე დავარქმევთ. არასწორს კი არა, დაუბალანსებელს. ქრისტიანული ცხოვრება პირველ რიგში არის ცხოვრება ღვთისთვის და მისი სამეფოსთვის და არა საკუთარი თავისთვის. პირველ რიგში. რა არის პირველი, როცა ვიღაცამ კითხოს, რა არის ქრისტიანისთვის პირველი? ცხოვრება ღმერთისთვის. თორე ისეთ ვალში ვართ, ვერასოდეს რო ვერ გადავიხდით მის წინე. შენ კი ცდილობ ახლა რაღაც, ანუ მევალეებს რომ არ გადაუხადო, ამას კი არ ვიძახი, მაგრამ ის ვალი რას გაგაჩნია, შვილები, ქმარი, შვილიშვილები, აქ ვინმე ჭკუად ყოფილი გამოვა და იტყვის რომ შვილებზე არ იზრუნოთ, მაგრამ იმდენად არის დარღვეული ბალანსი მრავალი მორწმუნის ცხოვრებაში, აქ ამ დარბაზში რომ აღარ რჩება ადგილი იმისთვის, რაც არის წინამდვილეში ქრისტიანული ცხოვრება და მე სავსე ვარ თავის მართლებით. კიდევ ერთი პატარა ციტატა. ნეტარი ავგუსტინე, ეკლესიის დიდი წმინდა მამა ასეთ რაღაცას ამბობს. ვისაც ღმერთი ხავს, მას ყველაფერი აქვს. ვისაც ყველაფერი აქვს ღმერთის გარდა, მას არაფერი არ გააჩნიაო. კიდე გამიმეორებ. ვისაც ღმერთი ხავსო, მას ყველაფერი აქვს. ხოლო ვისაც ყველაფერი აქვს ღმერთის გარდა, მას არაფერი არ გააჩნია. ეხლა ცოტა სკეპტიკოსი იტყვის, ღმერთი როგორ არ მყავს? ეს არის შენი მცდელობა, შენს მხარეზე გადმოიბირო ის. ჩვენი ზრუნვა უნდა იყოს მის მხარეზე ვიყოთ, მეგობრებო. ღმერთი იმდენად უნდა გვიყვარდეს, რომ უბრალოდ ვერ ვძღებოდეთ მისი მსახურებით და თაყვანისცემით და მესამე და ბოლო. დაიწყე მოქმედება დღესვე. ეს ისეთი სამოტივაციო ფრაზები ბევრჯერ მოგვისმენია, ნუ იჩქარებთ. მე რაღაცას გთავაზობთ კიდე კონკრეტულ სამსათაურის ქვეშ. ანუ აფასებ საკუთარ ცხოვრებას, იკვლევ საკუთარ ფაქტობრივ მდგომარეობას, რაში გადიხარ, პრიორიტეტებს აკვირდები და ხედავ რომ არც თუმთლად დაბალანსებულია პრიორიტეტები შენ ცხოვრებაში და მესამე რაც უნდა გააკეთო ეს არის რომ დღესვე უნდა დაიწყო ორშაბათს. ხო იცით ეს ტერმინი, მაგიური ტერმინი. ორშაბათს ვდგები დიეტაზე, ორშაბათს მივდივარ დარბაზში, ორშაბათს ვიწყებ ინგლისურის სწავლას, ორშაბათს. და კიდევ კარგი რო არა, ხო ეს ვისწავლეთ ისეთი მაპატიე ჩებერტყილები გახვდით რომ არ ვასახელებთ კონკრეტულ ორშაბათს. ახლა ვერავინ ვერ შემოგედავებათ, იმიტომ რომ ეს იმდენი ორშაბათი შეიძლება იყოს კიდევ წინ. რომელთა 13:11. მაშასე იმოქმედეთ, რადგან იცით რა დროა ახლა. მეგობრებო, როცა ამ ტექსტს ვკითხულობდი ხოლმე, ყოველთვის მეგონა რომ პირდაპირ ბოლო დროზე ლაპარაკობდა მოციქული, მაგრამ კონტექსტი არ არის ასეთი. აი გულწრფელად გეუბნები, აბა ისი დროა, რა პავლე წერს ეკლესიას რომ ეხლა შენ ქრისტიანო უნდა იცოდე ისი დროა. აი ბოლო დრო ახლა მოქმედები. მე აღარ დადგება არ შეხედე რომ არ ვიცი გადაიდო თუ არ მოხდა ისე როგორც ელოდებოდი აპოკალიფტურად და მე რასაკეთებ ისე ვიძინებ. პავლე წერდა რომ შენ უნდა იცოდე ახლა შენ ცხოვრებაში ისი დროა. მოქმედების დრო და ძილისაგან გამოღვიძების დრო, ასე მიმართავდა რომელთა ეკლესიას. არის მოქმედების დრო და ძილისაგან გამოღვიძების დრო. და მე ასე ამთავრეს, რადგან იცი თუ ახლა უფრო ახლოა ჩვენი ხსნა, როცა ვირწმუნეთ. მეგობრებო, 52 წლის ვარ, 32 წლის, 33 წლის უკან ვირწმუნე.
და ბუნებრივი არის მე ჩემი დასასრულისკენ მივდივარ, ხომ? ამიტომ არ უნდა ვიფიქრო, თუ არაფრის გაკეთება არ მოვასწარი, დარჩენილ 20 წელიწადში სამყაროს როგორ გადავაბრუნებ. კი შემიძლია დარჩენილ ჩემს წლებში რაღაცა გავაკეთო, მაგრამ პავლე ამით იმას ეუბნება, რომ ნუ დაიძინებ, აღარ დაიძინო, იმიტომ რომ რაღაცა შენ ცხოვრებაში განსაზღვრული გაქვს, რომელიც უნდა გეკეთებია იმ დღიდან, იმ წუთიდან, როცა უფლისამეფო შემოუერთდი და დაგემთავრებინა მაშინ, როცა უფალი დაგიძახებს. ეხლა არის დღეს არის ეს დღე, ძვირფასებო. დღეს არის ეს დღე, რომ გაიღვიძო. იმოქმედო. რელიგიურობით უნდა კმაყოფილდები. უნდა გავცდეთ ამას ეკლესიაში სიარულს. მისაღწევია ჯერ კიდევ ეს დისციპლინა ეკლესიებში. მისაღწევია ეკლესიებში რეგულარული დასწრებაც კი, სახლის ჯგუფებში რეგულარული დასწრება, მაგრამ თუ კი მიაღწიე, არ დაკმაყოფილდი ამით. მე ამას რელიგიურობას ვუწოდებ, პირდაპირ რომ დაკმაყოფილდეს ადამიანი, რომ კარგი მოსიარულია ეკლესიაში. არის საქმე, რომლის კეთებაც მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია, არის ასეთი საქმეები. არიან ადამიანები, რომელთა მოყვანაც შესაძლებლობა, რომ მოიყვანო უფალთან, შენ გაქვს. მე ხშირად მომისმენი ეს, აი შენ წამოდი ჩემს სახლში. კი, უნდა წავიდეთ ვიღაცების სახლში. ვამბობ ამას. მაგრამ ძვირფასებო, მაინც არიან შენს გარშემო ადამიანები, ვისთანაც შრომა, მაინც შენ გამოგივა ყველა ეს საუკეთესოდ, ეგ არის ფაქტი. აი შესაძლებლობა, მე არ ვამბობ აპრიორი 100%-ით, იმიტომ რომ ეს იმათნებაზედაც არის დამოკიდებული, მაგრამ შესაძლებლობა იმისა, რომ კონკრეტული ჯგუფი ადამიანებისა უფლის გზაზე იყვნენ მოყვანილნი, პირველ რიგში მხოლოდ შენს ხელშია. ამიტომ როცა შენ არ მოქმედებ, ზარალდებიან უამრავი ადამიანი და სიტყვა ზარალდებიან აქ არის ყველაზე ალბათ მინიმალისტური გაგებით. ცხოვრებას კარგავენ, იღუპებიან. შეიძლება ხარ დაჭრილი აი ამ ჩემ ბოლო ფრაზებში, როცა შეგპირდით რომ აუცილებლად ვილაპარაკებდი ერთ-ერთ დიდ მიზეზზე, რაც არის განხიბლვა, განაწყენება, ტკენა, რის გამოც ადამიანები ხშირად მასიურად არიან ხოლმე მოქმედების გარეშე და ხშირად ეკლესიის დატოვების ზღვარზეც კი უნდა ვცნობთ ეს. ეკლესიის დატოვების ზღვარზე. შეიძლება ხარ დაჭრილი, ნაწყენი, იმედგაცრუებული. და ეს არის ერთგვარი გამართლება შენი უმოქმედობისა. ვერ შემამჩნიეს, არ დამინახეს, არ დამიფასეს. არც კი ვიღიმე, არც კი შევეცდები ამას ეხა ისე ცალმხრივ ტვირთად ვაქციო, რადგან შენ დაჭრილი ხარ, შენ ხარ ცუდი. არა ძვირფასებ. მაგრამ დაჭრაც და მისგან გამოსვლაც ეს ორმხრივ იქმედება. მე მჯერა რომ არავის ჭკუად ყოფილს, ვისაც ღვთისშიში აქვს და ღმერთს იცნობს, არ მოუნდება შეგნებულად ისე დაჭრას ადამიანი, რომ დააბრკოლოს ღმერთის გზაზე სიარული. დაფიქრდით ეხლა. ხო. გიჟი უნდა იყოს ადამიანი, რომ მე შეგნებულად ვჭრიდი ადამიანებს, როცა ვიცი, რომ სასტიკად ვაგებ ამის გამო პასუხს. მაგრამ ცხოვრების ნაწილია ეს, ხალხო ხვდებით? უამრავი შემთხვევა პირადად მახსოვს, როცა ვიღაცა სათანადო ყურადღება ვერ მიოაქციე. მაგ კი არა ისიც კი მახსოვს, რომ ვიღაცა შევპირდი და გადამავიწყდა, ხალხო. და მე ამას უბრალოდ ბოდიში აღარ შველის, რაღაცა იქ გაფუჭდა. კაი, მოვიხადე მე ბოდიში, მაგრამ აღარ უშველა ამ ბოდიშმა. და ადამიანი დაიჭრა. და მე ეს არის, რა თქმა უნდა, ჩემი პასუხისმგებლობაც და მისიც, როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა. ხვდებით? ჩემი უყურადღებობის გამო დაუწვად ვიღაცა დაიჭრა, ან ჩემი მოუზომავი სიტყვის გამო შეიძლება ვიღაცა დაიჭრა, ეხლა იმ ადამიანებს მივმართავ. შენს გარეშე მე მაგ საკითხს ვერ გადავჭრი. იმიტომ რომ მე შეიძლება არც კი ვიცი ეს. ხვდებით? ხვდებით ეხლა შენს მოქმედებაში, დღესვე შენს მოქმედებაში რას გულისხმობ? იმოქმედე დღეს ამაში. გადადგი პირველი ნაბიჯი. მიდი და თქვი დავიჭერი. მეწყინა, მეტკინა. ეს არის დიდი პრობლემა, სანამ ეს არ კეთდება. ორივე მხრიდან ძვირფასებო, მე ნახე ძნელია აიღოს ვიღაცამ პასუხისმგებლობა, როცა არ იცის ჯერ კიდევ ვის მიაყენა ტკივილი და მე ამირან გურჩი მღეროდაო დაჭრილი ადამიანი, მე ვწყობილი ვარ დაჭრილი და ზუსტად ეგეთი ფიქრები მოდის. შემიძლია გითხრათ მაგის ექსპერტად ვიქეცი იმდენჯერ ყოფილი ვარ დაჭრილი, ზემდგომებისგან კი არა მხოლოდ. გაგიკვირდება და ის ხალხი, ვისაც პრეტენზია აქვს, რომ მე დავჭერი, მათგან ვარ ძალიან ხშირად დაჭრილი. იცით რატომ? როცა შენ სახური, თხოვ, მიუთითებ რაღაცა და იგნორირებული ეს ყველაფერი იჭრები, ბრაზდები, შინაგანში ეჭხუბები ამ ხალხს უკვე ხვდებით, ბრაზობ ამ ადამიანებზე.
ეს გამოწვევა არის ასეთი. საკუთარ შვილებზე არ ყოფილ ხართ გაბრაზებულები, ვისაც უკვე დიდი შვილები გყავთ. აბა გამომხედეთ. არ გითქვავთ, მაგრამ შეიძლება დიდ ცხენას ატარებ, სათანადოდ პატივი ვერ მიაგო შენს პატივის ცემას. ვერ არ იჭრები? და მე როგორ ფიქრობთ ახლა, თქვენი შვილები არ იჭრებიან თქვენგან? შენ ასლაპარაკობ ახლა შენ ასე როცა ასე იდეალისტურად უყურებ ამას, რომ შენ უნდა დამემორჩილო რაღაცა, იჭრებიან ისინიც, ამიტომ ამბობდა წერილი, მშობლებო. კი, ნუ გააღიზიანებ თქვენ შვილებს, ათუნოდა კაცო, სადაც მცნება იყო, დაემორჩილე უპირობოდ, მორჩავსიო, არა, წერილმა მშობლებს უთხრა. ნუ გამოიწვევ ისეთ გაღიზიანებას, რომ ფორმიდან ამოვარდნენ ისინი. ვიფასებო, დაიწყეთ დღეს ამისთვის ვარჯიში, დღესვე ვერ მიხვალთ კონკრეტულ ადამიანთან, მესმის ზალა დაგჭირდებათ, ეშმაკი დაგკაჩავთ, ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს არ გააკეთოთ, ამ სიტყვის იგნორირებისთვისაც ის, მაგრამ არ არსებობს უბრალოდ გამოსავალი. დამიჯერეთ მეგობრებო, ან გაატარებთ უმოქმედობაში მთელ ქრისტიანულ ცხოვრებას და შეიძლება ეკლესიის ზღვარზე მყოფებმა დატოვოთ კიდევაც ეკლესია, თუ ეს საკითხები არ გადაწყდება. თუ ეს ჭრილობები არ განიკურნება, ენთუზიაზმით ვერ იქნები, კმაყოფილებაში ვერ იქნები, თითოეული სიტყვა კონკრეტული პიროვნებისა გაგაღიზიანებს, ვის სახის დანახვა აღარ მოგინდება. ეს არის ფაქტი უკვე შემდგარი. ეს უკვე შემდგარი ფაქტია. და მე მიყვარს პირდაპირ ლაპარაკი. ამიტომ პირდაპირიც ვარ ამ საკითხების მოგვარებაში. წესებსაც კი ვადგენთ ეკლესიაში ამისთვის, ის რაც გაგიზიარეს ეკლესიაში, რაც ჩვენმა ძმობამ იშრომა გადაწყვიტა, რომ როგორ მოვაგვაროთ კონფლიქტები. აქ არის ის პირდაპირი ნაბიჯები გადმოცემული, დღეს ამაზე არ ვლაპარაკო, მე ვამთავრებ ამ ქადაგებას, მორჩა. დღეს გადაიწყეს ნაბიჯების გადადგმა, შენი აქტიურე. თუ ვიღაცას ეჭვად გაქვთ, რომ სახური ხარ თუ არ ხარ, ამ მნიშვნელობა აქვს, ვიღაცა დაჭერით, ამ სიტყვის გამო, რომ შენი უყურადღებობით ვიღაცა დაიჭრა, კი გაქვს მიხვედრილობა, მაგრამ მაინც ასე ამართლებ, როგორი ხურციელია, სუსტია, რამ დაჭრა, კაცო, რა ვთქვი ისეთი, არა ძვირფასებო, დღეს იმოქმედეთ. დღეს გადადგით ყველა ნაბიჯები, რომ მიდით იმ ადამიანებთან, დაუძახეთ სწორ ადგილას, დაუძახეთ განმარტოვებულ ადგილზე, აი დაიცალეთ ყველანაირი რაღაც ისეთისგან დაუთხარით. დღეს უნდა დავამთავროთ ჩვენ შორის გაუგებრობა. და ამას თუ ზედაპირულად გააკეთებ, ის ადამიანი მაინც განუკურნებელი დარჩება. გინახავთ გულგრილი ექიმები, მე მინახავს. მე მეგობრებო, ამით კი არავის ვებძვი. ერთ ექიმთან დავდიოდი და რაღაცა მქონდა რა ისეთი კარდიოლოგიური და 8 წლის შემდეგ მივედი მორიგი პრობლემით და მეუბნება არ ახსოვდა რომ მასთან მივიყავი და მეუბნება ენდოკრინოლოგთან ვარ გაგიშვაო კარდიოლოგმა და არა თქო მე უთხრა ეგ ვინ ყოფილაო და გავშრი 8 წელი ნახეთ მისი უყურადღებობის გამო 8 წელი გამირთულა მდგომარეობა ხალხო და მე თქვა როგორ არ კარგად აი ახლა რას გეუბნებით ამით როცა ამას გააკეთებთ ბოლომდე დარწმუნდით სახეში ჩახედეთ მოაბრუნეთ თვალები მინდა დაგინახო განიკურნე გეყო ეს რაც გავაკეთე გეყო ჩემი ბოდიში მაგრამ ნუ მოინდომებთ ერთ ბაშად შეცვალოთ ყველაფერი ნახეთ ერთხელ არ მიშველა არა ძვირფასებო ასე უფრო მეტად დაიჭრები იმედგაცრუებაც უფრო მეტი მოვა პატარა ნაბიჯები გადადგი ოღონ თანმიმდევრული და ბოლო ფრაზა გვჩვევია ადამიანებს დიდ გეგმებზე საუბარი დიდ გეგმებზე ეს პატარა საკითხები აქეთ არის როგორც ბომბები დადებული ნაღმები მაგრამ ამის მიუხედავად დიდ გეგმებზე დიდ ეკლესიურ რაღაც გეგმებზე ან ცხოვრებისეულ გეგმებზე და მსახურებისეულ გეგმებზე მაგრამ საუკეთესო გეგმაც კი იქნება გუსარგებლო ძვირფასებო თუ არ იმოქმედებ და შენს გასაკეთებელს შენ თვითონ ბოლომდე არ გააკეთებ. დიდება იესო ქრისტეს. მოდი წამოვდგეთ. მადლობა გადაუხადოთ უფალს ძვირფასებო. მონანიებად შეიძლება ეხლა მონანიება. ფიქრობ რომ რაღაცა სურათი გამოიკვეთა ფიქრობ რომ უმოქმედობის ან არასათანადო უმოქმედობის არასაკმარისი მოქმედების უფრო სწორად სურათიც გამოიკვეთა ბიბლიური კონტექსტებით
იმ პრინციპების გაზიარებით, რაც ასევე ბიბლიური არის ძვირფასებო და ალბათ პირველ რიგში ღვთის წინაშე რაც გვჭირდება, სწორედ ამის გასწორება არის. სწორედ ის არის მეგობრებო, რომ უბრალოდ ღმერთს დავეთანხმოთ. ღმერთს დავეთანხმოთ. საკუთარ თავთან ბრძოლაშიდაც კი შენ თავზე მეტად ღმერთს უნდა დაეთანხმო. მოდი ვილოცოთ. ზეციე რომ მამაო. ჩვენ მადლობას გიძღვნით ამ სიტყვისთვის. მადლობა რომ წყალობით მდიდარი და მადლიცავს ეხარ. კეთილი მამა ხარ ჩვენთვის. შენ თქვი რომ არ გინდა რომ ვინმე დაიღუპოს. არ გინდა რომ ვინმე გზიდან გადავარდეს. არ გინდა ვინმე რომ ხედვის ბილიქს აცდეს. არ გსურს ღმერთო გჯერა რომ ჩვენი გზებით და ჩვენი ბილიკებით ვიცხოვროთ. ამიტომ კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით შენი მოწყალებისთვის, შენი სიკეთისთვის და შენი სიტყვისთვის, რომელიც ყოველთვის უხვად მოედინება ჩვენს ცხოვრებაში. უფალო ჩვენ ვინანიებ ჩვენს წინაშე. ჩვენს უმოქმედობას და პასიურობას ვინანიებთ. ვინანიებთ ღმერთო იესოს სახელით, გვაპატიე. გვაპატიე მამა. გვაპატიე ის პასიურობა, რომელიც თუნდაც ცხენის გამო, თუნდაც იმედგაცრუების გამო დაუშვით ჩვენს ცხოვრებაში. გვაპატიე რომ უცოდინრობის გამო, ხედვის უქონლობის გამო, საკუთარი სისუსტეებიზე მუდმივად ყურადღების გადატანის გამო დაუშვით ჩვენს ცხოვრებაში პასიურობა და უმოქმედობა. მოგვიტევე მამა იესოს სახელით ყველას და გთხოვთ ძალა მოვიდეს შენი და ცხებულება. ძალა და ცხებულება იყოს შენი თითოეულ ადამიანზე, ყველა გულზე ახლა, ვის გულშიდაც არის ბრძოლა, მიიღონ ეს გადაწყვეტილებები, რომ დაიწყებენ ამ ნაბიჯების გავლას, იმოქმედებენ დღეიდანვე უფალო, შენი მადლი გაამრავლე, შენი მხარდაჭერა იყოს, შენი ცხებულება არ მოაკლდეთ უფალო, რათა მორიგი იმედგაცრუება კი არ მიიღონ, არამედ დაინახონ მათ ცხოვრებაში უფალო, დაინახონ ის კარი, რომელსაც შენ გახსნი. დიდებას გიძღვნით კიდევ ერთხელ, მადლობას გწირავთ კიდევ ერთხელ შენ. ერთადერთო წმინდა სამებაო, მამაო, ძეოსულო, წმინდაო და ყველა მთქვას. ამენ. დიდება უფალს.